თუ არა პირადად გომელაურის გადაწყვეტილება რომ ახალგაზრდების პროტესტი აკრძალული მეთოდებით დაერბიათ. ჩვენს მიერ მოპოვებული ჩანაწერებით დადგინდა რომ მინისტრის ბრძანებას ადგილზე გომელაურის მოადგილე მოზგი ავრცელებდა. მის დავალებას კი ხარებასთან ერთად მირზა კეზევაძეც იღებდა. სპეცრაზმის შეფის კიდევ ერთი მოადგილე და მისი ნდობით აღჭურვილი პირი. რამდენიმე კითხვა მაქვს თქვენთან. რა საჭიროა კითხვები ამის? რას თქვია რა საჭირო აქციებს რო არ ბევდით? სად? თქვენ აღარ ხართ სპეცრაზმის უფროს მოადგილე? მაგას რა მნიშვნელობა? ანუ დიდი მნიშვნელობა აქციებს რომ არ ბევდით აკრძალული გაზით და წყლით ერთობლივად. არა, ვერ გაგატარებთ ჯერ კითხვებზე მიპასუხეთ. მაგ კითხვაზე რომ მეპასუხს არ გაგცემ ხოლმე. იმიტომ რომ არ გაქვთ, რატომ ასრულებდით უკანონო ბრძანებას ან რატომ გასცემდით? უკანონო ბრძანება არ არსებობს. რას ქვია არ არსებობს? ანუ თქვენთვის ნებისმიერი ბრძანება კანონია. ნებისმიერი. ჩვენ რასაც ვაკეთებთ კანონის ფარგლებში. გაზის და წყლის ერთობლივად გამოყენების უფლება რომელი ბრძანებით გეგმებთ რა? არა, ბოდიშს არ. წინ ნუ მე არა, გადაგეღობებით მიპასუხეთ. როდესაც კეზევაძეს ვკითხეთ, რა საშუალებებით არბევდა ის და მისი დანაყოფი აქციის მონაწილეებს გვითხრა რომ ყველაფერს კანონის მიხედვით აკეთებდა. მე ვემსახურები ჩემ ქვეყანას ჩემი ადამიანების დასახიჩრების ხარჯი. სხვათა შორის თელი ცხოვრება. უკაცრავად ბატონო მირზა, მიპასუხეთ ჯერ გაზის და წყლის. როგორ გეკადრებთ? წინ მეღობეთ. თქვენ დაარღვიეთ 1000-ობით. მე არავინ დამერბებია. საქართველოს მოქალაქეების. ბოდიში ხი გამატარე ხა ხო არ ვიცი. დაარღვიეთ თქვენ, იმიტომ რომ მე გარბევთ, ეხა დარბეული ხარ? ჩვენ ვიცავთ უმრავლესობის უფლება. თქვენ ეხა დარბეული. უმრავლესობის არა, თქვენ ყველას უფლება უნდა დაიცვათ. უმრავლესობის უფლებათვის კანონის ფარგლებში გამატარე რა ბოდიში. ბატონო მირზა, ბატონო მარიამ, დიდ პატივს გამატარე. ეს კითხვები არსებობს. იარსებობს. აქამდე არ ქონია. როცა დრომო გაეცემა პასუხი. რას ნიშნავს როცა დრომო? ხალბატონო გეხვეწე. 1000-ობით ადამიანს, 100-ობით ადამიანს კუთხეებში ამწყდევდით და ის. კარგი რა, ეს ხო სიცრუეა. გამოკითხვაზე და რა არის სიცრუე? ეს ყველაფერი. არც εμეს ოპოზიციის ლიდერები, აქტივისტები კუთხეებში თქვენ სპეცრაზმელებს არ გაყავთ. ჩვენი სპეცრაზმელები არიან ყველა გმირები. აი ხა. თქვენ არ ღვევთ ჩემი უფლებებს. რომელ? წინ მეგობრებო. თქვენ რატომ არ ღვევდით 100-ობით აქტივისტის ახალგაზრდის უფლებას? მაშინ მიპასუხეთ. რას ნიშნავს? ჩვენს მიერ არავინ არ დაზარალებულა. როგორ არ დაზარალებულა? წრეში აქცევთ. კარგი რა, სიცრუეა. რა არის სიცრუე? კადრები არსებობს, ბატონო მირზა. ბევრჯერ გითხარით როგორ თუ შეიძლება გამოდარ. არა, ვერ გაგა. ჩვენი სპეცდამშრომლობა დამორჩილებულიცაა და ყველა არის რატომ ისეული თანამშრომელი ხილისეულად ემსახურებიან ჩვენ ქვეყანას. თქვენი ძმაკაცები და ვამაყობთ მათი. თქვენი ძმაკაცები რატომ დაასანქცირეს ბატონი მილერი და ბატონი ხარება? ეგ არის ყველაზე დიდი კატასტროფა ხალბატონო. რა? რაც ჩვენ ძვირფას ადამიანებს გაუკეთეს რა. რომელია ძვირფასი? ბატონი ზვია და ბატონი მილერი. რომელიც ქვეყნის გულისთვის თავს წირავს. ქვეყნისთვის. თქვენთვის ან უნდა დავახსენოთ. თქვენს კარგად იცით ეს. ძვირფასები არის. თქვენს კარგად იცით ეს. ქეშით მოძრაობენ? რას ნიშნავს ქეში? ანუ ყველა ანგარიში გაეყინათ? ეგ არ ვიცი მე და სპეცრაზმის შეფმა წონასწორობა იმ წუთიდან დაკარგა, როდესაც კითხვა სპეცსაშუალებების ერთობლივად გამოყენების შესახებ დავუსვით. ანუ ვკითხეთ, იყო თუ არა გამოყენებული აპრილის დარბევების დროს ერთობლივად გაზი და წყლის ჭავლი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და ბოროტად გამოყენებაა. გამატარე ხარ. არა, ვერ გაგატარებთ, ჯერ მიპასუხეთ. ერთობლივად რატომ ხდებოდა გაზის და წყლის ჭავლის გაშვება? ეს ხომ აკრძალული მოქმედებაა. მიზანი რა გქონდა? ადამიანი რა არ გაგიგეთ? ბრძანება არ გესმოდათ? რაცია არ გქონდა? თქვენ საიდან გაიგეთ? რაცია არ გქონდათ? ყველაფერი. რაცია გაგითიშეს? კანონის ფარგლებში. რაცია გათიშული გქონდათ დარბევების დროს? აი ეს ახალი თემაა, რა რაცია გათიშული გქონდა რას? გეკითხებით, რაცია გქონდათ თუ არა? ყველაფერი არის ნორმალურად, როგორც განვითარებულ ქვეყნებში და ისე მოქმედად როგორც განვითარებულ ქვეყნებში. მითხარით ბრძანების ნომერი ან შინაარსი, სადაც წერია რომ წყლის ჭავლის და გაზის ან სპრეის ერთობლივად გაშვება შეიძლება და ეს კანონდარღვევა არ არის. გეკითხებით მიპასუხეთ. პასუხი ბევრ რამეზე მახმოვ მიპასუხეთ უმალავ საზოგადოებას. რომელ საზოგადოებას? თქვენს ბატონო მარიამ, ეხლა მე რო არა ვარ ის რესპონდენტი, თქვენ რო პასუხები გაგცეთ, ყველა შეკითხვას მივხვდებით, მაგათ უხერხულში მაგათ. რესპონდენტი, თქვენ ერთ-ერთი მოადგილე ხართ სპეცრაზმის შეფის. დავდგეთ ეს კონფერენციები ვატარო აქ თქვენთან, აბა რა გამო. ხებზე მიპასუხეთ, რატომ არ ბევდით უკანონო სპეცსაშუალებებით? არც უკანონო და არც კადრები ძალის გადამეტების თქვენ არ გქონდათ რაცია?
თქვენი ძმაკაცი ხარება ბრძანება არა არა ესეთი საუბარი საჭირო ბატონჟიაძე რა როგორც თქვენ მოიხსენიებთ რა ანუ ვერ გარას არ არის თქვენი ძმაკაცი ბატონო ეს რა საჭიროა ჩემთვის ძმაკაციც არ და უძვირფასესი ადამიანისა და ქვეყანას შეწირა თელი ცხოვრება თქვენ ცხოვრება ერთად მოვდივარ და ქვეყნისთვის შრომობდა წვალობდა თავს წირავდა ამას თქვენ ვერ ხედავთ თქვენ თავგანწირვა რაში გამოიხატება ბატონო მირზა ჩვენი ქვეყნის და ერის წინაშე როდის გაწირეთ თავი მაინტერესებს რა თავგანწირვაზე მესაუბრებით ყველა ხელისუფლების დროს იყავით სპეცრაზმში თქვენც და ხარებაც ყველა ხელისუფლების დროს არ ბევდით აქციებს ბატონო მირზა ხომ მიდასტურებთ არა როგორ არ მიდასტურებთ სპეცრაზმის შეფის მოადგილის ეს პასუხები ადასტურებს რომ პოლიციამ და ძალოვანმა უწყებამ სუსტად იცოდნენ რა ზიანის მიყენება შეეძლო სპეცსაშუალებების ერთობლივად გამოყენებას აქციის მონაწილეებისთვის თუმცა ამას მაინც აკეთებდნენ რადგან რეჟიმისგან დემონსტრანტების დაშინების და დასჯის ბრძანება ჰქონდათ მიღებული იყავით თუ არა გამოკითხვაზე თუ ვერ გაგიბედათ ბატონმა კარლომ რომ დაგიბაროთ თუ არ იცით ვინ არის მე ბევრი ნამე ვიცხარ ჯერ უხერხულში მოვიდე თქვა თავიდანვე გითხარ და არ მინდა ხე ჭიდაობა რა გავიქცე ხა ნიშნავს ეს ჭიდაობა უხერხულ სიტუაციაში რატომ ეხა დარბეულად გრძნობთ თავს თუ თქვენ გვარბევთ ჩვენ პირიქით აქეთ მე გარბევთ თქვენ ანუ ეხა დარბეული ხართ პაპუნა ვაჩვენოთ მაგრამ დარბეული სპეციალისტი არა რა შეიძლება მაინდა მომცემო და ანუ თქვენ ცემთ ადამიანებს ბატონო მირზა თქვენი ნაცემი და უკანონო ბრძანებებს ასრულებთ ისე ბატონის ვიადი ამ სანქცირების მერე როგორ ხასიათზეა ძალიან კარგი თქვენ რატომ არ დაგასანქცირეს ხომ არ არსებობს ეჭვები რომ გლობალური ომის პარტიამ გადაგიბირათ მსგავსი რამე არ არსებობს არ გადავშული ისე არსებობს გლობალური ომის პარტია რას ფიქრობთ არ ვიცი მართლა მაინტერესებს არ მაინტერესებს თქვენი შეფები ამბობენ რომ არსებობს და თქვენ რას ფიქრობთ კარგი რა მაგარ უხერხულ მართლა მაინტერესებს გლობალ არა ვერ ჩაწევს ადამიანი არ ხარ უკაც რა ესმოდეს ბატონო მირზა თქვენ პასუხები გაქვთ გასაცემი დამადე ნამში დამიჭირებ რომ წამიყვანებ კიდე რა საწაგიყვანოთ ბატონო მირზა ეს თქვენ იტაცებთ ხალხს და ოპოზიციის ლიდერებს და მე წრეში აქცევთ და ცემთ და მე არ ვაპირებ თქვენს და დარწმუნებული ვარ გულის სიღმის სხვა რამეს ფიქრობ ეს თქვენ რას ფიქრობთ გულის სიღმის ყველაფერს აი უხერო კარგი რა დასანქცირებას ელოდები კი პრობლემა არ მაქვს არავითარ შემთხვევაში მოდი შკალბატონო მარიამ რა ნახვამდის ბატონო მირზა მაგრამ ანუ გლობალური ომის პარტია არსებობს თუ არა მაინც არ უპასუხოთ კარგი რა